მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩვენი პოდკასტის მეოთხე ეპიზოდი. წინა გადაცემამ, სადაც ისტორიულ მითებზე ვისაუბრეთ, დიდი ინტერესი გამოიწვია. დღეს კი გადავწყვიტე კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ვისაუბროთ თემაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოსვენებას არაძლევს არქეოლოგებს, განძის მაძიებლებსა და უბრალოდ ისტორიის მოყვარულებს. დღეს ჩვენი თემაა დაკარგული ქალაქები. მართლა არსებობდა თუ არა ატლანტიდა? რატომ ეძებდნენ კონკისტადორები ელტადადოროს ასეთი თავგამეტებით და როგორ აღმოჩნდა, რომ ქალაქი, რომელიც ზღაპარი გვეგონა, სინამდვილეში არსებობდა? ტროა, ზღაპრიდან რეალობამდე. დავიცვათ ყველაზე ნათელი მაგალითი. საუკუნეების განმავლობაში ჰომეროსის ილიადა და ტროას ომი მხოლოდ პოეტურ ფანტაზიად მიაჩნდათ. ისტორიკოსები ამბობდნენ, რომ ეს უბრალოდ ლამაზი ლეგენდა იყო. თუმცა მე-19 საუკუნეში გამოჩნდა ერთი ადამიანი, ჰაინრიხ შლიმანი, რომელსაც ბავშვობიდან სჯეროდა, რომ ტროა არსებობდა. მან აიღო ჰომეროსის ტექსტი, როგორც რუკა და დაიწყო თხრა იქ, სადაც აღწერილობა მიუთითებდა. შედეგმა მსოფლიო შეძრა. ტროა ნამდვილად არსებობდა. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ამ აღმოჩენამ დაგვანახა, რომ ის, რასაც დღეს მითი მგონია, ხვალ შეიძლება რეალობა გახდეს. ატლანტიდის საიდუმლო. მაგრამ რა ხდება ატლანტიდაზე? პლატონმა ის დაწვრილებით აღწერა, როგორც უძლიერესი საზღვაო სახელმწიფო, რომელიც ერთ დღე-ღამეში შთანთქა ოკეანე. უამრავი ვერსია არსებობს. ზოგი მას ატლანტის ოკეანეში ეძებს, ზოგი ანტარქტიდის ყინულქვეშში. თუმცა ყველაზე ლოგიკური ვერსია ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება. კუნძულ თერას, დღევანდელ სანტორინს, სადაც ვულკანურმა ამორქმევამ მართლაც გაანადგურა უძველესი მინოსური ცივილიზაცია. შესაძლოა სწორედ ეს კატასტროფა იქცა ატლანტის ლეგენდის საფუძვლად. ელდორადო, ოქროს მითი. შემდეგია ელდორადო. ამ ქალაქის ძიებას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კონკისტადორები სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ოქროს კედლებს ეძებდნენ. მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო უცნაური აღმოჩნდა. ელდორადო არა ქალაქი, არამედ ადამიანი იყო, მუისკას ტომის ბელადი, რომელსაც რიტუალის დროს ოქროს მტრით ფარავდნენ და ტბაში ბანაობდნენ. აი ასე აქცია ადამიანების სიხარბე, მარტივი რიტუალი დაკარგულ ოქროს ქალაქად. მაიას გაუჩინარება. და ბოლოს, მაიას ქალაქები. ეს ის შემთხვევაა, როცა ქალაქები არც ჩაძირულა და არც დანგრეულა. ხალხმა ისინი უბრალოდ მიატოვა. წარმოიდგინეთ უზარმაზარი პირამიდები, ობსერვატორიები და სასახლეები, რომლებიც ჯუნგლებმა საუკუნეებით შთანთქა. რატომ წავიდა ხალხი? გვალვა ომი თუ რესურსების ამოწურვა? ეს დღემდე ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული გამოცანაა. ეს ისტორიები გვასწავლის, რომ ჩვენი ცივილიზაცია ბევრად უფრო მყიფეა, ვიდრე გონია. ის, რასაც დღეს ვაშენებთ, შეიძლება საუკუნეების შემდეგ ვიღაცისთვის დაკარგული ლეგენდა გახდეს. მეგობრებო, თქვენ რომელი დაკარგული ქალაქის პოვნა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად? დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი ვერსიები. არ დაგაუცდეთ არხის გამოწერა და დალაიქება, რომ არ გავატოვოთ შემდეგი ეპიზოდები. დღეისთვის სულ ეს იყო. მე მომავალ შეხვედრამდე, გამშვიდობებით.